ახალი სპუნჯი მე ვარ ნანიკო კორაშვილი, ცხოვრობ მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში. ვარ 15 წლის, სწავლობ ჩარდახის საჯარო სკოლაში. ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა და ყოველთვის ვცდილობდი რომ ფანქრებით, ფურცელზე შემოსულებინა ესა თუ ის ნამუშევარი, ასე ვთქვათ, დამეხატა, მაგრამ უშუალოდ ტილოზე ხატვა და ასე ვთქვათ, აკრილის საღებავების გამოყენება დავიწყე დაახლოებით 2-3 წლის წინ, როდესაც შევუერთდი ონლაინ ხატვის გაკვეთილებს, რომლებიც მეტად საინტერესო აღმოჩნდა და ასე ვთქვათ, ეს ამ გაკვეთილებს წარმართავდა იზა წურიაშვილი, ჩემი ერთ-ერთი ხატვის მასწავლებელი. ზოგადად, ჩემი მთავარი მიზანი ხატვის დროს არის ის, რომ გამოვხატო ჩემი ემოციები, თუნდაც რაიმე მოვლენას დაუჭირო მხარი და ასე ვთქვათ, უფრო მეტად ალბათ ყველა ადამიანიც იმიტომ იწყებს ხატვას, რომ გამოვხატოს საკუთარი ემოციები და გრძნობები, თუ რას ფიქრობს, რა შეხედულებები აქვს. ზოგადად კონკრეტული, ასე ვთქვათ, სტილი არ მაქვს არჩეული მაინც და მაინც, მაგრამ ვცდილობ, რომ ყველა სახის, ასე ვთქვათ, ნაშრომი შევასრულო, დავხატო, ყველანაირ ფერს ვიყენებ. რაიმე ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ფერი არ მაქვს არჩეული და ვცდილობ ხოლმე, რომ ასე ვთქვათ, გავაკეთო ის, რაც შემიძლია და დავდო საუკეთესო შედეგი. ზოგადად ვფიქრობ, რომ მაინც როგორც არ უნდა მქონდეს დაგეგმილი რაღაცეები, მაინც იცვლება, მაგრამ ძირითადად, მობილურ ტელეფონს ვიყენებ ხოლმე და ინსპირაციას, მობილური ტელეფონის საშუალებით პოულობ, ასე ვთქვათ. და შემდეგ უკვე ჩემი ინსპირაციითაც უკვე ვამატებ ამა თუ იმ დეტალს. ძირითადად მიყვარს ახლობლების, ზოგადად ადამიანების გახარება და უფრო მეტად ალბათ ჩუქნი ხოლმე, ასე ვთქვათ, როგორც ასეთი, რომ ნახატები გამეყიდოს, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდარა. კონკრეტულად პროფესია არ მაქვს შერჩეული, მაგრამ ვიცი, რომ ასე ვთქვათ, ხატვა იქნება მუდამ, ის, ასე ვთქვათ, ჰობი, რომელსაც თავს აარსებდეს დავანებებ. ყველა ოცნებობს, რომ, ასე ვთქვათ, ეს ნამუშევარი შეასრულოს და დახატოს მტკვარი, მდინარე მტკვარი.